მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში პროექტის კინოპროექტი და სოციალური ცვლილებების პრესკონფერენცია გაიმართა. ეს საერთაშორისო კინოპროექტია, რომელიც დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო აერთიანებს. პროექტი მოიცავს დისკუსიებს, ლექციებს და მასტერკლასებს. კონფერენციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი, ასევე ჟურნალისტი ადამ მიხნიცკი გაუძღვნენ. Ja myślę, że to jest... ჩემი აზრით ეს არის მცდელობა, რომ წარმოვადგინოთ აზროვნების სტილი, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ. ეს პროექტი გულისხმობს დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად ამ ფილმების ნახვა და იმ ლექციების მოსმენა, რომლებსაც ბატონი ადამი ჩაატარებს, ძალიან საინტერესო იქნება. ადამ მიხნიკი ჩამოვიდა ამ პროექტის ფარგლებში, დღეს იგი წარადგენს ფილმს ისტორიის დღესასწაული, რომელიც ეხება ევროკავშირში პოლონეთის შესვლას და გუშინ მას ჰქონდა ძალიან საინტერესო ლექცია თბილისის უნივერსიტეტში თემაზე ევროკავშირი, მოლოდინები და რეალობა.